გავიდა უკვე 3 წელი. რაც მე ამ დარბაზში თვითონ მოვახსენეთ ამის შესახებ. გავიდა 2 წელი. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი მოქმედება ჩადარებულა, ეს ხელშეკრულება ჩვენი საკითხში ვარ. მე არ ვარ სწორებული დასარებებულად, არავინ არ გაკეთებულა შეძლაშინ შესაბამისად მე და მაინტერესებს რომ რამე რეაგირება გააკეთა სასამართლო შეცდომის განცხადებაზე თუ არა. Am სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილის პირადმა პატიმარმა მოსამართლეს. გიორგი ბაჩიაშვილმა ჯვებენ აჭყებიას კითხა. დაინტერესდა თუ არა მის მიერ წინა სასამართლოს ხდომაზე გაკეთებული განცხადებით, რომელიც ბაჩიაშვილის გატაცების საკითხს ეხებოდა და რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ხშირად განიხილავს, ბაჩიაშვილს პასუხობს, რომ მისმა ადვოკატებმა სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს და მან აღარ მიიჩნია საჭიროდ, რომ დამატებითი წერილი გაეგზავნა. როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების თავისუფლებას, მოქალაქეების უფლებებს, რადგანაც რეაგირება არ არის. როდესაც საქმე ეხება გიორგი ივანიშვილის ინტერესს, აგერ კაცის განზრახულობაზე 10 წელი არის. 10 წელი მიწება საშენი და მე ერთი კაცის შოლებაზე 11 წელი მაქვს მოიჭი. სასამართლოს არ გამიჟოთ ვადებულება ამგვარი ინფორმაციის მოსვლის შემდეგ მიმართოს საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი წერილით და რეაგირების ხელით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა დოგადებმა განაცხადეს უკვე მიმართული ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს დამატებით არ შეიტყვა სასამართლოს შესაძლებლობა წერილით გაგზავნის ვალდებულება. გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. ჯვებენ აჭყებია ივანიშვილის ყოფილ ფინანსის დაპირდა, რომ ამ საქმის მიმდინარეობისას სრულად იქნებოდა დაცული ბაჩიაშვილის უფლებები. ამის საპასუხოდ კი პატიმარმა ბაჩიაშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა. ამ სასამართლოს, რომელიც არის იმ სასამართლო სისტემის ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერს შედის და არანაირი შემოხარეს არც მოსმენა არც გაზიარება არაფერი არ მოხდა. მე ისმენ და მოგისმენ და ეს რომელი იქნება ეს წამი როგორ უნდა მინდა პროცესში უნივერსიტეტობა აზრი აქვს მაცეთ პროცესში უნივერსიტეტობა დაქონიაზე მე ადაგებულ თამაში სხვა მოსამართლის მიერ ამოტანილ გადაწყვეტილებებზე განაჩენს მე მოგებყავს მე პირველეს მომაზე გითხარით რომ ამ პროცესზე თქვენ არც ერთი უფლება არ დაებო. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო, სწორედ ამაზე საუბრობს მისი ინტერესების დამცველი. ლევან მახარაშვილის ინფორმაციით ძალოვან უწყებას საქმის შესწავლა არ დაუწყიათ. ამის პარალელურად გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები მუშაობენ, რომ ამ სავარაუდო დანაშაულის მტკიცებულებები არ განადგურდეს. გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია და ასევე როგორც წინა ინტერვიუს დროს მე განვაცხადე, დამოუკიდებლად ასე ვთქვა ჩვენი ძალებით კანონმდებლობის ფარგლებში ვცდილობთ რომ არ განადგურდეს შესაძლო მტკიცებულებები, მათ შორის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიდეო ჩანაწერები იმ კამერების, რომელთაც უნდა აღებეჭდათ ყველა ის გარემოება, რაზეც თავად ბატონმა ბაჩიაშვილმა ისაუბრა. დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილისთვის აყენებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდების საქმე განიხილეს. სხდომაზე საქმის მთავარი მოწმე დაკითხეს. შოთა ქარუმიძემ ძღოლი, რომელმაც ივანიშვილის ფინანსისტი საქართველოს და სომხეთში გადაიყვანა. ქარუმიძემ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია. არც კრიმინალი არ ჩადენილი, არც ძიებაში არის უბრალოდ პოლიტიკურად დევნებოდა და უნდა ქვეყანა დათოვოს, რომ არავინ გაიგოს, ასე ვთქვათ, მისი გასვლის შესახებ. არ ვიცოდი თავიდან ბატონი გიორგი უნდა გადანება, მეგონა რომ უკვე სხვა იქნებოდა და რომ დამიჯდა მანქანაში და რომ ვკითხე რომ საითკენ წავიდეთ, სადავიყვანოთ და მე მოვდივარო და ნუ სიმართლე გითხრათ მე რაღაცა ეჭვი მქონდა რომ თვითონ იქნებოდა, მაგრამ რაღაც იმაში ნუ გამიხარდა რომ სხვა არ იყო, ასე ვთქვათ რა. და წავედით, რომ მივედით სასონხეთის საზღვართან, სადაფოსი სოფელი სადაფო იყო იქ. ბატონი გიორგი გადავიდა, სამალავი იყო მოსპობილი მაგალითის ასიდენია შუაში. განთავსა იქ და გავიარე სასონხეთის ან ჩვენი საზღვარი, საქართველოს საზღვარი.
ბიძინა ივანიშვილის ფინანსისტმა ქვეყანა 4 მარტს დატოვა. მაშინ, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს ყველა სასამართლოს ხდომათა დარბაზში ელოდა, მას საქართველოდან წასვლის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა. გაქცევიდა რამდენიმე დღეში კი ივანიშვილის ჩვენების საფუძველზე კლანის სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა და თქვეს, რომ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რაც შემდგომში სავარაუდოდ სიცრუე აღმოჩნდა. ბრალდებულმა ბიზნესმენმა დაკავების შემდეგ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, როგორ გაიტაცეს ის აბუ-დაბიში და ჯორჯიან ეირვეისის ბორტით დააბრუნეს საქართველოში. ბაჩიაშვილის თქმით, ამ ბორტზე სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.